არავინ რატო არ შეება იმას რომ მაგალითად ადგეს და თქვას რომ მოდით რა ხალხო ქართველებო დავიღალეთ ამ უაზრო ერთი ადგილის ტკეპნი და მოდი დავჯდეთ ერთ მაგიდასთან ან თვითონ უნდა იყვნენ ან არა ხო რა ბიჭო შენ არ ჩვენ შეხვედრებით ჩვენ ხონი შემთხვევები ვიღაცა ადამიანთან გველაპარაკე და არ გველაპარაკებიან წივიან და კივიან წყნარად არ გვესაუბრებიან ჩვენ სულ ეუნებით მოდი ბიჭო დავჯდეთ წყნარად ვილაპარაკო არ გაძლევენ იმიტომ რატო იცი რომ იმიტომ იცის რომ იმ არგუმენტებით დაჩაქრავ რა და აი ამ ეგ შოუ უნდა დაგიდგას მაგაში ძლიერია იმიტომ რომ იმის იქით იცის რომ უშანსოდარი რა რამდენიმე ესეთები არიან ეგ ეს ზუსტად ერთი საზოგადოება ერთი ხელწერა ყველაფერში ხონთ არის თემ სოფლიო შეგრება ფიცოსთანაც ფიცოს რომ მოусმინო ერთ-ერთში ლაპარაკობს იმას ზუსტად რაც ჩვენთან ხდება ორ ნებისმიერ ადგილას სადაც ამ ბიუროკრატიას ეწინააღმდეგება ყველგან სცენარი არის ერთნაირი აი ძიმეს არ არის განსხვავება. აი, მოდი რამდენიმე დღის წინ ერთი ახალგაზრდა გოგონას ველაპარაკები და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არ არისო. ანუ მეუნება ადამიანს. მგონი მარტო ეგ არის. მართ ძალიან ბევრი ფიქრობ. მეუნება ადამიანს, რომელმაც მართლა, რავი რა, დროებიც იყო ისეთი რა, ცოტა ქვეყანა აი რაღაცა განვითარდა ორი დრო გვახსოვს. და მახსოვს დროს, სადაც რა პოდკასტს გააკეთებდა შენადრებს იტყოდი კი რა შენ კი არა შენი ბიძაშვილის ცოლი აი იქ სადღაც აი ეგრე მოხდებოდა მე მაინტერესებს ამაში რო ვიცხოვრე და ეხლა დღეს გამოვედი და ავდექი და პოდკასტი მომინდა და გავაკეთე ავდექი და რაღაცა ვიღაცა წავიდა და პადელი გააკეთა ვიღაცა წამოვიდეს და არავინ ხელს არ გიშლის არავინ არ გაჩუმებს და ყველაფრის უფლება გახარ აგინებ ან როგორი ხდება მე მაინტერესებს რა უფლება აქვს ადამიანებს რომელმაც არ იცის იმის წინ რა ხდებოდა ზუსტად აი ეხა შეაფასოს სიტუაცია რაც აი მართლა იმასთან შედარებით არის ცადა დედამიწა ეგეთი განსხვავება კი აბა მაგ არც უნდა შეადარო და იმდენად ნაკლია მაგით მართლა დედასპიცა ვარ ახალგაზრდებო გეუბნებით რომ ისეთ დროში ვიცხოვრეთ რომ მართლა სიტყვის თავისუფლება კი არა მე რო რამე მეთქვა ჩემ ისეთ ნათესაო სანახლობელს ეხებოდნენ რომ ვერ ამბობდი და თქვენ რავი დღეს ყველაფრის უფლება გაქვთ რისი თქმაც გინდათ და დედმეტი უფლებებით კი ანუ და არავინ არ გიზღუდო რავი ეგრე არის ცოტა დაფიქრდით